განვაგრძოთ ტემპერატურის განხილვა და ამისათვის შევეხოთ ერთ მნიშვნელოვან მახასიათებას, რომელსაც ადიაბატური გრადიენტი ეწოდება. ეს გახლავთ ატმოსფეროს ტემპერატურის ცვლილება ყოველ 100 მეტრში, ანუ ყოველი 100 მეტრის მატების შემდეგ. და აქ უამრავი მონაცემი არსებობს მთელი დედამიწის მასშტაბით, ძალიან ბევრი ცდა ჩატარდა, სხვა შორის ძალიან თანამედროვე ხელსაწყოების გამოყენებით და მიღებულია მეტად საგულისხმო შედეგი, რომ მიუხედავად მთათა სისტემისა და მიუხედავად ამ მთათა სისტემის ტენიანობისა, როგორც ხედავთ, ზოგი ტენიანია, ზოგი არიდული, ზოგი ექსტრემალურად ტენიანი, ზოგი ზომიერი მთათა სისტემები, ძალიან მსგავსია ტემპერატურის ცვლილება ყოველი 100 მეტრის მატების შემდეგ. კერძოდ, ყოველი 100 მეტრის მატების შემდეგ საშუალოდ დაახლოებით 0.6 გრადუსით მცირდება ჰაერის ტემპერატურა. თავის მხრივ ატმოსფეროს ტემპერატურის შემცირება ავტომატურად ამცირებს ორთქლით გაჯერებულ ჰაერში ტენის შემცველობასაც და შესაბამისად ამცირებს ორთქლის წნევის დეფიციტსაც. ეს მოცემულია ამ ცხრილში. ამიტომ დედამიწის მთლიანი ატმოსფერული ტენის ნახევარი მაინც მოთავსებულია ატმოსფეროს ქვედა ფენებში, ანუ მთების მიხედვით თუ დავიანგარიშებთ დაახლოებით 2000 მეტრ სიმაღლემდე. წყლის აორთქლების გამომწვევი ძალები დიდ სიმაღლეებზე მკვეთრად მცირდება.